ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდით და საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალის დაბადების დღეა. ოღონდ არა დღეს, შაბათს. მაგრამ ჩვენი გადაცემა 4 შაბათობით გადის და მე ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდი, იმიტომ რომ მინდა ეს რამდენიმე წუთი ამ ქალს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ სიყვარული აუხსნა. ეს არის ლიკა ქავჟერაძე. ლიკა, გამარჯობა. ზოგადად დაბადების დღისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვს? გიყვარს, გიყვარდა, არ გიყვარს? საერთოდ იცი რა, რაღაც ესე მოხდა, რომ 16 წლის როცა გავხდი, რაღაც 5 ხასიათზე დავდექი. 16 წელს ვიყავი. მე რაღაც ესეთი გზნობა არ მქონდა, მაგრამ ეხლა უკვე რაღაც ცოტა წლები რო გემატება, რაღაც ცოტა არც თუ ისე სასიამოვნო შეგრძნება გაქვს ხოლმე. და აი იყო რომელიმე დაბადების დღე, რომელიც შენ ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა? კი, რასაკვირველია. განსაკუთრებით რაღაც ესე 18-19 წლის როცა გავხდი. რამე განსაკუთრებული მოხდა იმ დაბადების დღეზე? იცი რა, ეხლა რომ გითხრა რომ აი სულ რაღაც ესე ფართო მასშტაბიანი დაბადების დღეები მქონდა, არა, ერთხელ მქონდა ის უფრო დიდი, ასე ვთქვათ, ბევრი ხალხი იყო და რაღაც ისეთი დასამახსოვრებელი საღამო მქონდა. დიახ. ლიკა, რა არის ყველაზე ნაკლებად მინდოდა რომ ეს ჩვენი ინტერვიუ და შეხვედრა ყოფილიყო ბანალური, იმიტომ რომ იმდენ გადაცემაში გაქვს მონაწილეობა მიღებული, იმდენი ინტერვიუა ჩაწერილი, რომ არ ჩვენ მინდა დაგღალო. მით უმეტეს შაბათს დაბადების დღე გაქვს და მინდა რაღაც სხვა. შენი დახასიათების ეს ყველა გარდა, ფავარი, რასაც ყველა ამბობს და შენიცი რაც არის, ეს ლამაზი, ნიჭიერი და ასე შემდეგ. ამბობენ რომ ხარ ძალიან თავმდაბალი და უბრალო და ბავშვობას შეცესდი ძალიან ჩუმი და წყნარი ბავშვი იყავი. შენს მეზობლებს და ნაცნობებს დავეკითხეთ და მე მინდა პირველი ინტერვიუები ეხა განახო შენ და ესე დაჯიკი და ისი ამბობდნენ შენზე საუბრებით. აი ბავშვი იყო, გარეგნობით ეცე არ გამოირჩეოდა და ისედაც კონსერვატორიაში სწავლობდა და შეძლო ღამე ამდგარიყო და დაეკრა რაღაც. აი ამის თუ აწუხებდა მეზობლებს ღამე თორე ისე ძალიან წყნარი კაი გოგო იყო. 94 წელში გადმოვედი ამ სახლში, შევიძინე ეს ბინა ლიკას ბიძისგან, გეიდარისგან. მე ლიკას ვიცნობდი ბავშვობიდან უშუალოდ არა, მაგრამ ყველა მისი ფილმი, მისი მოღვაწეობა, მისი სილამაზე, ყველაფერი ჩემთვის დიდი ხნის ცნობილი იყო. მეტყობა ლიკას ნახატები უყვარდა ძალიან, ყველა ოთახში იყო რაღაცა ნახატები, უფრო ცისფერ ფონზე, რაღაცა პორტრეტები, ხოლმე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს ნახატები თითქმის ყველა ოთახში იყო კედლებზე გაკრული. Когда она подросла, ლიკა ძალიან ბევრ ახალგაზრდას მოსწონდა. ხშირად მოჰქონდათ მასთან ყვავილები. მთელი სადარბაზო სავსე იყო, რადგან ლიკა ყველას ყრიდა და სახლში არასდროს შეჰქონდა. ჩემი დედა მთელი ამდენ ყვავილს რომ ხედავდა, სულ ჩხუბობდა. პანაშვიდი ხომ არ არისო. ასე ხდებოდა, სანამ მისი საქმრო არ გამოჩნდა. მას შემდეგ ლიკას ყველა თაიგული სახლში მიჰქონდა. ლიკა, თაიგულების მოტანა როდის დაიწყეს ბიჭებმა? მართლა გითხრა არ მახსოვს. მაგრამ რაღაც ესე იყო, რომ ვაღებდი კარს და მხდებოდა თაიგული. მართლა ესე იყო სულ არ ესე არ იყო, მაგრამ რაღაც ძნელი წარ მე მეგონია რომ იყო. მართლა ძალიან ისე სადატყვები ამ ყველაფერს. და მე აი ყვებოდა გალბატონი რომ მე უკვე დიდი ყვავილების მოტანა დაიწყო შენმა ყოფილმა მეუღლემ. ეს რა ასაკში ხდებოდა? ეს რაღაც ესე 19 წლის ალბათ ესე. ლიკა, აი ამ თაყვანისცემას და აი ამ დაუშვათ ამ ბევრ ყვავილს, ამ ყურადღებას, ქუჩაში ყვებიან შენი მეგობრები, მე შენ ამას მოისმენ, უკან მოყვებოდნენ, ჩერდებო. აი ამას როგორ აღიქვავდი? ხო გზნობდი ამ ყველაფერს? მართლა რომ გითხრა რაღაც აი ნატრის ხე რო გადაიღეს, ხო?
ისეთი სიტუაცია იყო, რომ აი ძალიან შემაწუხებელი ის იყო, რომ აი ეს არ არის, ეს ელექტროევრევირზე როზიის ის რაღაცა. მე რაღაცა იბეებს ვატარებდი ქუჩს, რა არავის არ გავხსენებოდი, არ ვეცანი. და ესეთი რაღაც ის იყო და მე უკვე რაღაც დაწყავდა სიტუაცია და რაღაც ესე შვიდად ვცხოვრობდი. და პატარა ასაკში არა, ეს უფრო ნატრისხის მერე წამოვიდა ეს დიდი ბუმი, ხო? ლიკა, მაგრამ შენი სურვილი და მოწოდება თავიდანვე იყო კონსერვატორია, ხო? ეს შენი სურვილი იყო თუ უფრო ოჯახს უნდოდა რომ შენ კონსერვატორიაში ჩაგებარებინა? აი იცი რაღაც რო დავიწყე რაღაც აი ფორტეპიანოზე დააკვრა და დავიწყე ესე რაღაც ესე სერიოზულად მიუდექი და ბათ მეც და ჩემიც და ასე თქვათ ესე დაიწყო ჩემი მუშაობა ფორტეპიანოზე და და ჩემმა თქვა რომ თქვა კი არა ნუ ესე იყო უკვე რაღაც ისე სერიოზულად მოვეკიდე ამ სპეციალობას რომ განაპირობა რომ მე კონსერვატორიაში ჩამებარებინა. შენი მასწავლებელი ედიშერ რუსიშვილთან ჩავწერეთ ინტერვიუ კონსერვატორიის მიერ. პატარა ინტერვიუ არის. მოდით ვნახოთ რა სყვება ის. ნიჭიერი იყო, ძალიან მუსიკალური იყო. დაკვრაში ძალიან გულწრფელი იყო. მე მახსოვს პირველ კურსზე რახმანინოვის პირველ კონცერტს უკრავდა ძალიან კარგად. კლასიკურ დასალდა იდეის კლასიკური სკოლის და კომპოზიტორების კარგად უკრავდა ძალიან. ლიკა, დაგწვა გული რომ არ გაყევი ამ იმართულებას და დაუშვათ შენი ცხოვრება მაინც უფრო კინოკარიერით წავიდა და არა. კი, იცი, რაღაცა ეხლა რომ ფიქრობ, რომ რა ხდება, იცი ხა ჩემ ცხოვრებაში კინემატოგრაფია, კი 34 ფილმი მქონდა, მაგრამ რაღაც პერიოდი ისე მოხდა, რომ ის რაღაც პერიოდი რომ სადაც შემეძლო უფრო მეტი მეთამაშა, რაღაცა ესე დავკარგე, როგორც ყველა რაღაც პერიოდი ეს ომის არეულობა რო იყო და რაღაც და რაღაცა ესეთი რაღაც მოხდა. და აი ნუ რაღაც შეეხო აგრეთვე ყველა სფეროს ხო და რაღაც ვერ აღვადგინე რაღაც დღეს ისე მოხდა რომ დავკარგე ეს პროფესია. უკრავ ხოლმე, იმიტომ რომ ვიცი რომ ხატავ, გინდა დღიურების წერ და უკრავ. ხანდახან როცა მაქვს საშუალება, როდესაც ლიკა, შენი კინოკარიერა ბუნებრივია და სხვა შორის ძალიან სამართლიანად შენიშნა კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძე მის ფაქტი, რომ შენმა სილამაზემ მაყურებლის და საზოგადოების აღქმაში დაჩრდილა შენი სამსახიობო თვისებები. მოდი მოусმინოთ ამას და მინდა რომ შენც მერე მითხრა შენი აზრი. სრული გარდასახვა ხდებოდა ამ ადამიანში და კიდე საოცრება იყო მახსოვს ეს ბოლოს სცენები, სადაც მარიტა ვარდება უკვე და თითქოს ყველას მიუტევებს, აი ვინც მას ასეთი შევრაწყობა მიაყენა. აი ეს ღიმული დღემდე მახსოვს, როდესაც თითქოს რაღაცა ზეციური ხმა ჩაესმის და უღიმის ყველას, ეს არის მისი ბოლო ღიმული გამოთხოვება დედამიწასთან და როგორ ეცემა მე როგორც რაღაცა ბრთადალეწილი ანგელოზი. აი ლიკა მართლა ეს იყო. ლიკა იმდენად ლამაზი იყო, რომ მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ ეს არის უბრალოდ ლამაზი ქალი. და მას არ აქვს დიდი მსახიობური მონაცემი. საოცარი მონაცემი აქვს ლიკას და მე დღემდე ვწუხვა, რომ ლიკას ტოლი არ აღმოჩნდა ქართული კინო. ანუ ლიკა ისე უნდა ყოფილიყო უამრავ ფილმში გადაღებული და თან მას შეძლო ყველა ტიპის როლის თამაში. ანუ ეს თანამედროვე ძლიერი, ვნებიანი ქალის თამაში. ლიკა, მართალია ეს წლებოდა გული რომ ძირითადად ყველა ამბობდა რომ რა ლამაზია და დაუშვათ ნაკლებ საუბრობდნენ აი როგორ ითამაშეს როლი თუმცა ნატრის ხეში ახლა ნუ ნამდვილად არ მარტო ნატრის ხეში მაგრამ ნატრის ხეში ფანტასტიკური ნათამაშები იყო ის მაგრამ აი ზოგადად ეს შეფასება
იცი რა, ისა მართალი რო გითხრა, რაღაც 24 ფილმიდან, ხო? ხალხ თქვა არ აქვს ნანახი, ძალიან ბევრი ფილმები, სადაც მე მაქვს, ასე თქვა, ჩემი წვლილი, ასე თქვა, დასდევს იმ ფილმებს და ნუ ეხა ერთი ფილმით და ორი ფილმით ალბათ არ განისაზღვრება, ხო, რაღაც უნდა ნახო თუ გაინტერესებს რასაკვირველია ის სახეობი თუ რაღაცა ნახო მთლიანად მაგისი ფილმები რო რაღაცა ასე ვთქვათ თქვა რომ სახეობია თუ არ არის სახეობი მე ესე ვთვლი და შენთვის მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი ყველაზე ისეთი სადაც აი შენ უყურებ და მოგწონს გაინტერესებს ეს რომელი როლია მაინც ნუ რასაკვირველია ნატრისხე ასე ვთქვათ რასაკვირველი ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ფილმია და როლიც მე ვთქვი რომ მართლა რომ ძალიან რაღაც კარგად შევასრულე მე მგონი და ნუ იგივე რა ვიცი ფილმი ოჯახი ჯანელიძის მაგალითად კავკასიური რომანსი, თქვათ, გაბრიაძის ფილმი. მე მიუყვები მაინც დაბადების დღის სცენარს, სადაც კი ადამიანები, ხო, ყველა ეს ინტერვიუ ბოლოში სრულდებოდა გილოცავდნენ, მაგრამ ეს იმდენად დიდი იქნებოდა, რომ საეთერო დრო ძალიან შევსებდა, ასე რომ ყველა ინტერვიუს ბოლოს შენ რო იცოდე, ყველა ეს შენი მეზობელი, ნაცნობი, მეგობარი, კოლეგა ბოლოს ამთავრებს მილოცვით, ასე რომ მაპატიეთ ძირფასო ჩვენო რესპონდენტებო, მე ეს გადავეცი. კახი კავსაძე, ლიკა ქავჟარაძის შესახებ მოდით მოусმინოთ. არა ამფეყნიური სილამაზის, ასუ სხვანაირი ბავშვი დადიოდა ქალაქში მე ძალიან კარგად მახსოვს კინოსტუდიაში ნახე და ძალიან გამეხარდა რომ ეს იგი მოიყვანეს კინოში მოიყვანეს თქო და თქვენ არ იცით რა სიცივე იყო მე მახსოვს ძალიან კარგად როგორ ციოდა რომ საშინელება იყო აი სველი რა იჯდა და მახსოვს არ დამავიწყდება მისი დედაც იყო მაშინ და ესწრებოდა ამ გადაღებას ბავშვი რაღაც ტურტლში იწვა ტალახში ამ სიცივეში ამ ყინვაში ცხენ ეს ვირზე ეს ზის ეს მოდიოდა და მახსოვს რაღაცნაირად ქონდა რაღაც კაბა და რაღაცა და მისი დედა შევარდა კადრში და გაუსწორა რა როგორ აი თვალში მახსოვს რა როგორ მახსოვს არაჩვეულებრივი როგორ არის ანის სცენა კაცო ბიჭებთან რომ მიდის გვაკოცნია ერთიო რა როგორ უყურებს რა აი ესე ნუ რასდამ ჩვენ ძალიან დიდრები ვართ ეთყობა და აი ესე ფანტავთ რა ნიჭიერებას რა ბიჭები ახსენა, ორი ბიჭი ჩაგიწერეთ, ნუ ყველა მიცის მათი საყოველთაო სიყვარული და შეყვარებულობა შენზე, მაგრამ აი ძალიან საინტერესო ტყვებიან, ეს არის ზაზა კოლელიშვილი და სოსო ჯაჭულიანი. სოსო ჯაჭულიანი სხვა ჩვენს აქ უნდა მოსულიყო, მაგრამ ვერ ჩამოსწრო მესტიაშია. და ამიტომ ჩავწერეთ ინტერვიუ. მეც და ალბათ სოსოც, ალბათ არა, სოსოც ჩუმი იმით გულში ჩატრიალებული სიყვარულით გვიყვარდა, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა, არ შეყვარებოდა, იმიტომ რომ იყო საოცრად სუფთა, ნათელი და წმინდა ლიკა. აი სანდრო გაგვაცნო კიდე მე რომ გავიცანით და რომ ვიცით რომ გონი ლიკას საქმეა და მე და სოსომ გადავხედეთ ერთმანეთს და ხო არ გვეცემაო, მაგრამ რატომ უნდა ცემო ეხა ხო არ აძულს უყვარს ხო ამასაც და მე ნუ ჩავძმაკაცდით და რა ვიცი გავიცანით და ლიკა რო სველდებოდა ნაბადს ვახვევდით და უნდა ავტობუსამდე მიგვეყანა მანქანამდე ფეხით ხო არ წავიდოდა და ავიყვანდი ხოლმე ხელში შევახვევდი ნაბადში და რაც უფრო შორს იყო ავტობუსი მით უფრო დიდხანს მეჭირა ხელში ზაზა სანამ შენ ხელში აიყვანდი ლიკას 3 თვის განმავლობაში ცხენზე ჩახუტებულები ვიყავით ჩვენ. ასე რომ ჩემო ზაზა
კოვზი ნაცარში ჩაგივარდა შენამდე მე ვიყავი ლიკა, ასეთი ისტორიები, ეს არის რაც ვიცი და არის უამრავი. ადამიანები, რომელთაც შენ უყვარდი, გეტრფოდნენ დარწმუნებულად დღესაც შენ გაქვს შენი გვერდი სოციალურ ქსელში, Facebook-ში. ჩვენ არ ვართ მეგობრები და ამ გადაცემის მე უნდა დავმეგობრო. დღეს არ დაგიმეგობრდი, იმიტომ რომ რაღაც სიურპრიზები რომ მქონდა, არ მინდოდა გაგეგო შენ Facebook-იდან. და იქ მოგდის ბევრი წერილი მაყურებლისგან, აი თაყვანისმცემლენ. თუ ბევრი მეგობარი არ გყავს? აი ესე რა. ანუ შენ თვითონ შენი მეგობარი ნინო მეუნარგია, რა იცი, ესე იგი ისეთი ერთი საიდუმლო გაგვიმხილა, რომელიც შენთვის შეიძლება ცოტა უმნიშვნელოა, მაგრამ იმ ვიღაც ერთი ადამიანისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოდი მოусმინოთ ნინოს. ჯერ არ გვაქვს ასე ვთქვათ, სულ მცირე ხანში გვექნება ეს ინტერვიუ. გვაქვს, კი ბატონო, მოусმინოთ ნინო მეუნარგიას. მახსოვს პატარა ვიყავი, სადღაც არც პატარა, ალბათ 10-12 წლის სადარბაზოსთან ვიდექი. და ვიღაც მამაკაცი მომიახლოვდა. მაშინ მეგონა რომ ის იყო მამაკაცი, ალბათ იყო ახალგაზრდა ყვაწვილი. და იცით რა კარგად მახსოვს, ლიკა ქავჟარაძეს თუ იცნობო. მე ძალიან ამაყად, კი როგორ არ ვიცნობ, ლიკა ჩემი მეზობელია. მაშინ გოგონა რაღაცას მოგცემდა, ის აუცილებლად გადაეციო. ეს რაღაცა იყო პატარა ფურცლის ნაგლეჯი, ესო წერილია და აუცილებლად მიეცი ლიკასო. დიახ, მოთხარი აუცილებლად მივცემ თქო. გატრიალდა თუ არა, მე შევედი სადარბაზოში, ჩვენ მესამე სართულზე ვცხოვრობდით. რასაკვირველია, წერილი ნამდვილად არ წამიკითხავს, მაგრამ ეს წერილი დავხიე. ესე იგი ნაკუწებად ვაქციე. ძალიან დიდ ბოდის ვუხდი მე იმ ყმაწვილს და ძალიან დიდ ბოდის ვუხდი ლიკას, იმიტომ რომ მე ეს წერილი ლიკასთვის არ მიმიცია, როგორც უკვე აღნიშნე ნაკუწებად ვაქციე და თან არც მithქვამს, რომ ვიღაცა ყმაწვილმა გადმომცა მისთვის წერილი. ლიკა, რა იცი ვინ იყო ის ყმაწვილი? ძვირფასო ყმაწვილო, თქვენ ახლა ყმაწვილი აღარ ხართ, ბუნებრივია, მაგრამ იცოდეთ, რომ აი ეს თქვენი წერილი მართალია ლიკას არ წაუკითხავს, მაგრამ აი ახლა ყოველ შემთხვევაში გაიგო იმის შესახებ, ნინო მეუნარგია კი არ შესულა ამდენ წლის მანძილზე და კი მიხვდებით, რომ აი ამ გოგომ დახია თქვენი წერილი, ასე რომ პრინციპში გვიანი არ არის. შეგიძლიათ ეხლაც მიწეროთ, ასე ვთქვათ, ლიკას წერილი. ლიკა, რა ხდება დღეს შენ ცხოვრებაში? აი ყოველი დღე გრაფიკი, აი რა საკეთებ, რითი ხარ დაკავებული? არ ვიცი, ვდგები. ხშირად არა, მაგრამ ცოტა სეირნობ რაღაც გარეთ. მე მოვდივარ. არაფერი პროექტი, საქმე, სამსახური, საქმიანობა, ესეთი არაფერი. ესეთი არა მაქვს სამწუხაროდ. შენ გინდა? რასაკვირველია. აი რა მაგალითად? კინო ისე. რა ვიცი ხო ალბათ. ეს კინომ იმდა დიდი ადგილი დაიკავა შენ ცხოვრებაში და ამან მოგიტანა ყველაფერი, რომ შენ გაგიჭირდა ამ კინოს გარეშე ცხოვრება? კი, რასაკვირველია, იცი, ახლა რაღაც არ ვიცი, ხანდახან მსახიობს აქვს ისე, რომ უგრძელდება ეს პერიოდი ამ გადაღებების, თქვათ, წლოვანების, ასე თქვათ, მიხედვით კი არა, აი ეს ცხოვრებაში რა რაღაც და მე რაღაც ისე მოხდა, რომ ასე თქვათ, ძალიან ცოტა ადრე დავკარგე ეს პროფესია და წდება, მაგრამ შევეგუა, არ ვიცი. თუ იქნება რაღაცა ალბათ. ლიკა, რამდენად სერიოზულად იყავი დაკავებული და რამდენად სერიოზული იყო შენთვის მოდელობა? იმიტომ რომ საკმაო პერიოდის მანძილზე ძალიან ბევრ ძალიან ცნობილ და ლამაზ ქალთან ერთად შენ მოდელობდი. რა იყო ის შენთვის? ვიცი, ძალიან სერიოზულად მოვეკითხე ამ პროფესიას და ძალიან ენთუზიაზმით ვარჯიშობდი, ქონდა რეპეტიციები და ქონდა ეს გამოსვლები და ძალიან სახალისო იყო. მაკა ნაცვლიშვილი და დინი ვირსალაძე შენი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ. როგორც მოდელიც იყო ძალიან ესეთი შემოქმედებითი. აი ახლა აი ამ ფოტოზე კაბა აცვია და აი ამ კაბას არც ერთხელ არ ყოფილა რომ ერთნაირად ეჩვენებინა.
იმიტომ რომ ქონდა ზევიდან რაღაც ესეთი ჩალმასავით, თავისი აქსესუარით და ამ აქსესუარს ატრიალებდა, ხანაკ იკეთებდა და ესეთი ძალიან პანჭა და ლამაზი იყო და ლიკა ჩდებოდა სადღაც და ლიკა სკოლიდან მახსოვს და ასეთი პატარა და მუდმივად ეს ქონდა რომ აი სრულიად აი რეალური განცდა მქონდა იმისი რომ რაცა 1-2 ტონით რაღაცა განათდა და განწყობა სრულად იცვლებოდა, იმიტომ რომ ის იყო რაღაც, აი როგორ გითხრათ, ჯერ იყო ულამაზესი და მე მქონდა ის არაჩვეულებრივი ხიბლი, რომელიც ეს გამორჩეულ ადამიანებს აქვს. დავდიოდით ლაგუნა ვერეზე, ესეთ აუზზე, რომელიც დღესაც არსებობს საბედნიეროდ და რა თქმა უნდა, ლიკა იქ, როდესაც გამოჩნდებოდა ყოველთვის იპყრობდა ყველა ადამიანის ყურადღებას. არასდროს მაკიაჟს არ ხმარობდა და ყოველთვის ანათებდა და ყველაზე ლამაზი იყო მაინც და სულ ვეუბნებოდი, რომ ტომარაც დაიხურო და ჩაი შემოიხუიო ტანზე, მაინც ყველაზე ლამაზი იქნები და მართლაც ესეა. არ არის ეს ჩვეულებრივი ადამიანი. ყველანაირად არ არის. მარტო გარეგნობა რა. სწორედ იმაშია საქმე, რომ ლიკა იმიტომ ისეთი ლამაზია, რომ შინაგანათაც ძალიან ლამაზია. ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ლიკა, აი ნელ-ნელა უახლოვდებით კულმინაციას. ვის ინტერვიუს შეიძლება შენ ახლა ელოდებოდი? ან ვის მოლოცვას? ან აი რა შეიძლება შენ ახლა ყველაზე მეტად გაინტერესებდეს ან გაგიხარდეს. ეხლა ვის შეიძლება? ხო. არ ვიცი, რაღაც თუ დავიბენივე, ვერ გიპასუხებ. ჩემი პირველი საჩუქარი შენ. ეს ინტერვიუ იმდენად მომეწონა, რომ საერთოდ არ დავამონტაჟე. არაფერი არ მომიღია იქიდან და იმედია ის ადამიანები, ვინც ჩავწერე, მაპატიებენ ამას. ეს ინტერვიუ ჩვენ ჩავწერეთ ამერიკაში, შენი შვილი და შენი პატარა შვილიშვილი, რომელიც არის საოცრება. გთხოვთ ხა მოусმინოთ მათ. ლიკა, გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას. სულ გახარებული იყავი და აი დიდი მადლობა ეკახოფერიას გადაცემას, რომ მოგვეცას საშუალება მოგილოცოთ დაბადების დღე. აბა კარგად და შაბათს მოგილოცავთ ისედაც. ლიკა, გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას. სულ გახარებული იყავი და აი საშკასაც უნდა რომ მოგილოცოს. მიდი უთხრა. ლიკა, გილოცავთ დაბადების დღეს. ხო, კოჩა. გილოცავ ლიკა. ბედნიერი იყავი. ლიკა გაგიხარდა ძალიან და მართლა ისეთი ემოცია მოდიოდა და ძალიან გავს შენი ბიჭიც და შვილიშვილი შენ ხარ ოღონდ ქერა ვარიანტი ასე მგონია მე არ გავს არ გავს არა აბა ვის გავს დედმამას დედმამა ვის გავს შენ შვილი შენ ხო გავდა არ გავს გარეგნობით მე რაღაც ამს გავსებაი თვალებით ეს შენ და ჩემი შვილი შენი შვილი ხო ესეც ეს ფოტოც ნიკა შენ მარტო ზრდიდი გეხმარებოდა ვინმე გეხმარებოდნენ ვინ დედა ჩემი მე ბებია მოსკრის მხრიდან ბებია ბაბუა დედამთილი ეს შენი შვილიშვილი ხო შენი შვილია საოცარი სილამაზის ბავშვია ეხლა მე მგონი ის არც ეძვალე ისინი ხლა არიან ამერიკაში მამასთან ხო რამდენი ხანი არის წავიდნენ ოქტომბრიდან ალბათ გენატრები რამდენად ხშირად გეკონტაქტებიან იცი აი კომპიუტერით საუბრობთ და დიახ ვიგებ ამბებს და ველაპარაკები მაშინ ეს ძალიან მენატრებიან ხო წარმომიდგენია ეს ხო პირველი საჩუქარი ტკბილეული არ ვიცი გიყვარს ტორტი რამდენი კი მაგრამ ვთქვი რომ არ შეიძლება იცი რა არის ამ წელიწადში იმის შემდეგ რა ჩვენ გქონდა მაშინ ჩვენ გქონდა სითის გადაღება ხო არაჩვეულებრივი
ფოტო გადაიღო მაშინ მარინა კანინავამ სახლსა. ეს ჩვენმა მეგობრებმა ანტრედან კომპანია ანტრე იცი შენ ხა ანტრეს მაღაზიათა ქსელი საცხობის ქსელი. აი ეს არის ტორტი რომლის სანთლის ჩაქრობასაც მე ბოლოში გთხოვ და იცი რა ეხლა მე მინდა შენთან ბევრი ყვავილი ასოცირდება, მაგრამ მაინც გონია რომ ასოცირდება მინდვრის ყვავილები და ძალიან ვფიქრობდი რომ ვის შეიძლება და შემოეტანა ეს ყვავილები. მამაკაცები ძალიან ბანალური იქნებოდა, ცნობილი მსახიობები ჩაგიწერთ, მაგრამ მე ვფიქრობ პატარა გოგოები, რომლებიც სხვათა შორის შენ გიცნობს ყველა, ეს არ ახარ ის მსახიობი, რომელსაც იცნობს მხოლოდ უფროსი თაობა. გიცნობს პატარა და ახალგაზრდა თაობაც და ეგ არიან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც ისინი დამერწმუნებიან და რომლებიც ოცნებობენ მსახიობობაზე. მოდით ვთხოვოთ მათ სტუდიაში შემოსვლა, ვთხოვოთ გოგოებო, მოდით, მართალია გვიანია. აი ეგ დასხედით, გოგოებო, თაიკო, აი ეგ დასხედით, ყველა ჩამოხედით. ერთმანეთის გვერდით. სხედით. მადლო. და დაინაწილეთ მიკროფონები. მოდით. ვის შეუძლია რომ მე მგონი ყველას გაქვთ, ხო? რაღაც კითხვები აქვს ჩვენთან. ესენი არიან გოგოები, რომლებსაც ძალიან უყვართ ლიკა ქავჟარაძე, რომელთაც უნდათ მსახიობობა, ოცნებობენ, მათი უმეტესობა. არ ვიცი რა კითხვები გაქვთ, ესეთი შანსი ძალიან იშვიათად მეგობრებო. ვინ იტყვის პირველი? რომელიმე? კი ბატონო. ყველა თქვენი როლი ძალიან მომწონს და მე ძალიან მინდა მსახიობობა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სამსახიობო კარიერის გაკეთება თუ უცხოეთში გვირჩევდით წასვლას? იცით რა, როგორ არ შეიძლება კონდეს კარიერა, აუცილებლად უნდა იყოთ ალბათ უფრო სასურველია იყოთ კინო და აგრეთვე თეატრიც რო იყოს ერთად. მაგრამ საქართველოში შესაძლოა. კი, რასაკვირველია. შემდეგი. რა როლი ითამაშა თქვენმა სილამაზემ თქვენს ცხოვრებაში და იყო თუ არა ეს როლი დადებითი? ალბათ მნიშვნელობა, კი, რასაკვირველი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ალბათ ვიზუალურ მხარეს. და დიდი ასე თქვი კი მე ვთვლი რომ ჩემ კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა გარეგნობას. დიახ. შემდეგი კითხვა გოგოებო, აბა, მოკლედ რომელიმე? მიკროფონთან ახლოს ოღონდ. რომელი ფილმი, რომელ ფილმში მონაწილეობა? ბატონო, რომელი მოგწონს ალბათ ამას, რომელი ფილმი ხო, რომელშიც მონაწილეობა მიგიღია ყველაზე მეტად, რომელი გიყვარს, რომ ჩვენაც თქვით? მე მომწონს ნატრის ხე, პეპელა. თაიკო, შენ გაქვს რამე კითხვა? არა? მე შენ გონია რომ არ გაქვს კითხვა, კარგი. ლიზა, გაქვს კითხვა? მიდი, აბა კითხე. მე მაინტერესებს თქვენ რითი თამაშობდით ჩემ ხელა რა იყავით პეპის თუ კითხულობდით რა გახარებდათ მე ეხლა პეპის კითხულობ და მიყვარს გასაკეთებდა პატარა ლიკა ქავჟერაძე რითი ერთობოდა პატარა რო ვიყავი აბა ჩემ ხელა თამაშობდი რავი მეცადინეობდი კითხულობდი და ესე რა ვიცი ჩვეულებრივად ბავშვები ჩვეულებრივად კარგით იქითა ფლაგს ლიზა მოდი ანა მარია რომ ისწე როგორც ვიცი თქვენ ძალიან პოპულარული იყავით და ეხაც ხართ ცოტა მოსაბეზრებელი ხო არ იყო ის რომ თუნდაც ჩემშობლებისგანაც გამიგია და ნათესავებისგანაც რომ ხალხი ხშირად გაჩერებდათ ქუჩაში და უბრალოდ გიყურებდნენ და ძალიან პოპულარული იყავით მოკლედ. ცოტა მოსაბეზრებელი ხო არ იყო ეს? კი, ნამდვილად მოსაბეზრებელი. ცოტა ისეთი დისკომფორტი მქონდა ხოლმე და რაღაც ცოტა ისე ვიღებდი, რა ვიცი, ემოციურად არც თუ ისე კარგად. კეთუნა. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ დღემდე არ მაქვს გადაწყვეტილი. ან დღემდე არ გამიკეთებია არჩევანი და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რას მირჩევდით? ან
თავიდან უიცოდით, რომ სახეობობაში წარმატებას მიაღწევდით? არა, ნამდვილად არა. იმიტომ რომ არა, იცი როგორ იყო, რომ როდესაც მქონდა გადაღებები და რაღაც რომელს ვთქვათ ვასრულებდი, სერიოზულად ვეკიდებოდი და რაღაც რა ვიცი, გამოდიოდა თითქოს რა ვიცი. ირინკა საწარმოგვიდგენიათ თქვენი თავი რომ არ იყოთ მსახიობი სხვა სფეროში. როგორ? მსახიობი რომ არ იყოს, საწარმოგვიდგენიაო შენი თავი რომელ სფეროში? იცი რა, რაღაც პერიოდი იყო, რომ მინდოდა ფსიქოლოგი გამხდარიყავი. მაგრამ სამწუხაროდ ეს მოგვიანებით გამიჩნდა ეს სურვილი, რაღაც შეუსრულებელი ოცნებაც დამჭა. და ბოლო კითხვა პუპა. მიეცით მიკროფონი? ძალიან ადრეულ ასაკში გახდით პოპულარული და ძნელი იყო ეს თქვენთვის ან თავიდან ადრეულ ასაკში. პოპულარობა, ამ ხალ პოპულარობა ხომ მოიპოვეთ დაახლოებით ჩვენ ხელა როცა იყავით? კი, ნამდვილად ძნელი იყო. კი, დაგეთ. ლიკა, რა ქნან ამ გოგოებმა იმისათვის, რომ მიაღწიონ იმის რაღაც მეოთხეც ნახევარს მაინც რაც იყო საქართველოსთვის ლიკა ქავჟარაძე. იცი რა, უნდა ჩააბარონ, ისწავლონ, იმუშაონ და მიაღწევენ თავის სასურველ ოცნებას. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთი მხრივ ლიკასთვის საჩუქარი და მე მგონია, რომ ჩვენს პატარა გოგოებსაც ძალიან მაგარი საჩუქარი გავუკეთე, რომ ესეც მსახიობს შევახვედრე. ხო და მე თანხმობა ჩვენი აუდიტორია. და საჩუქრები ლიკა ბუნებრივია, როგორც ყველა ლამაზ ქალს, ეს არის საჩუქრები, უნდა გამოვაცხადო, ეს არის ლუტეცია, ანუ ნახავ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს. დიდი მადლობა. და ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა, ზარაფხანა, მე ხნა წავიკითხე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. ეს არის მარგალიტებისგან დამზადებული უნიკალური კოლექცია, რომელიც გაყიდვაში ნოემბრის დასაწყისში გამოვა, მაგრამ ზარაფხანა მიცი რა იფიქრა? ვინ თუ არა საქართველოში, ვინ შეიძლება პირველმა ეს მოერგოს და ვის შეიძლება ეს პირველს ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ლიკა ქავჟარაძეს ეს შენ უნიკალური კოლექცია ზარაფხანას მარგალიტების. ყოველ იმაზე რაღაც ისა მაქვს, შოკი მაქვს. ძალიან მიხარია, ეს არის არაფერი ესეთი და ბოლოს სიმღერა, რომელიც შენთვის ჩაწერა დუეტმა ჯორჯიამ, ეს არის ძველი ცნობილი სიმღერა, რომლითაც მე მინდა დავამთავრო შენი დაბადების დღის აღნიშვნა. ხო, დუეტი ჯორჯია. ხო, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩემი უფასებო. შეყვარებულთა ქუჩაზე უცებ რომ გამოეთარაო უცებ რომ გამოეთარაო სულსაც დავთმობდი შავეთ ქვეყანას ჩვენ რომ ერთად ვართ გვახენს და კიდეც გვაწვალებს ვაიმე მირავს გულის ხმას რა თკბილია და რამცარე ზღაპარი სიყვარულისა
დრო რა უეცრად გავიდა რა უცებ გაიფარაო მიყვარ ხარ მეტი რა გითხრა მარტო ეკლოდით მარაო უცებ რომ გამოედარა სულსაც დავთმობდი სულს რა დავუშავეთ ქვეყანას ჩვენ რომ ერთად გვახეს და კიდეც გვაწვალებს ვაიმე მიაქვს გულის ხმას რა თბილია და რა მწარებს ზღაპარი სიყვარულისა ჭირი ხილი აკაო კატო იქვილი აკაო პატარა გოგო სიზმარში პატარა ბიჭი ნახაო გვახეს და კიდეც გვაწვალებს ვაიმე მიაქვს გულის ხმას რა თბილია და რა მწარებს ზღაპარი სიყვარულისა ძალიან დიდი მადლობა დუეტ ჯორჯეს უღრმესი მადლობა რომ სპეციალურად ამ დღისთვის ჩაგვიწერეთ ეს სიმღერა და მოხვედით აქ შევეცადეთ რა გამოგვივიდა არის ძალიან დიდი მადლობა მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა მადლობა ალბათონ ლიკას აი მართლაც რომ ყველა მამაკაცის იდეალური ქალბატონი მეც პირიქით მე უნდა შემოსულიყავი ესე შენ სიმღერით ჩემ ძალიან გვიყვარხართ ქალბატონ ლიკა ძალიან გვიყვარხართ და დიდხან სიცოცხლეს გისურვებთ საქართველოს სიხარულს ეს არის ალექსანდრე ბასილაიას ძალიან ცნობილი სიმღერა რომელიც ჩვენ დღეს გავაცოცხლეთ და ეს ყვავილები რომელიც ჩვენ მოგვართოს Flowers G ჩვენი მეგობრები არიან რომელთაც თქვა მოიფიქრეს რომ ესეთი ორიგინალური ფორმით ყოფილიყო გოგოება მოდით აქ ერთად და დავეხმაროთ ლიკას ტორტის ჩაქრობაში მე შენ ხო შენ დაბადებს დღეს არა შაბათს მაგრამ დაგიჭერ ამას მოდით მაშასე ლიკა ჩაიფიქრე ხა კარგად მოიფიქრე მე მგონია რომ ამ სტუდიაში რასაც შენ ჩაიფიქრებ აუცილებლად ახდება კაი ჩაიფიქრე ლიკა და მიდი აბა 1 2 3 ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა ლიკა ძალიან დიდი მადლობა და აპლოდისმენტებით გავაცვლოთ ლიკა და შესაძლოა მომავალი ჩვენი მსახიობები გთხოვთ და ტორტს დასაჭიროებს ასე ვთქვათ ლიკა ძალიან დიდი მადლობა ეს დიდი მადლობა გთხოვთ აი შეგიძლიათ ესეც დიდი მადლობა რომ მოგეწონა ლიკა ძალიან მომეწონა ვაიმე მეც მივიხე ძალიან დიდი მადლობა ლიკუნა უღრმესი მადლობა ლიკა მადლობა მე დარწმუნებული ვარ რომ შაბათი იქნება უფრო მაგარი შენი დაბადების დღე ხო ამის შემდეგ უფრო მეც გააკეთებენ და უფრო მაგარი დაბადების დღე გექნება ამას დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი მადლობა მე
მაქვს ესეთი ინიციატივა, რომ მივმართავ მათ, ვისაც ეს ეხება, რომ ლიკა ქავჟარაძეს გაუხსნათ ვარსკვლავი. მე მგონი დამეთანხმებით, ხო? და თუ არის საჭირო საინიციატივო ჯგუფი, ეს ჩვენ ვართ. გადაცემა დასრულდა და უნდა დავასრულოთ იმით, რითიც არ იგეგმებოდა. ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი ირაკლი ღუღუნიშვილი, რომელიც უბედური შემთხვევის გამო დავკარგეთ, ის გახდა ძალიან ნიჭიერი და წარმატებული პროფესიონალი ფოტოგრაფი, ლიკ სტუდიოს ტყუპების ერთ-ერთი ძმა. და მან თავის წასვლით არა მარტო მის ახლობლებს, კოლეგებს, ასე ვთქვათ, დაგწყვეტა გული, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს. ის რაც ხდებოდა, მე ვთქვი ერთგან, რომ ისაც ხდებოდა მის დაკრძალვაზე, ძნელია გადმოსცეს სიტყვებით, იმიტომ რომ ესეთი წრფელი ემოცია, ესეთი წრფელი სიყვარული, რაც მე ნახე იმ ადამიანების თვალებში, იშვიათად მინახავს და ეს შეუძლიათ მხოლოდ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ დღეს ძალიან იშვიათია, პროფესიონალები, კეთილშობილი ადამიანები და ძალიან ლამაზები. ისინი მუშაობენ ჩვენთან, მუშაობენ ჩემთან ჟურნალში, სითიში, მუშაობენ აქ და ლაშა ღუღუნიშვილი ის აქ არის. ლაშა, მოდი ჩემთან. ჯერ ერთი დიდი მადლობა, რომ მოხვედი და მეორე, რამდენად ძნელი იყო შენთვის აქ მოსვლა, მესმის რომ ძნელი იყო, მაგრამ აი რამ გადაგაწყვეტინე, რომ მე არც მეგონა, რომ შენ დღეს აქ მოხვიდოდი. ანუ მუშაობას რაც შეეხება, ალბათ ეს პრო დამეხმარება ამ ყველაფრის დავიწყებაში და ნუ აქ მოსვლა, არ ვიცი. ალბათ ესე შეგვიძლია გამოვხატოთ მხარდაჭერა და იმ დანაკარგის, რა ვიცი. ნუ არ ვიცი. ჩვენ ყველა შევპირდით და მე მგონი ყველა ახლობელი და ზოგადად ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ეს უნდა იყოს, რომ ჩვენ ყველა შევპირდით საკუთარ თავს, რომ ვიდგებით ლაშას გვერდით. ლაშა, ჩვენ ამას ვეცდებით, მოვამზადეთ კლიპი ირაკლიზე, რომელთაც მინდა დავასრულო ეს გადაცემა და უბრალოდ დავждდე შენს მეგობრებთან ერთად, მომცემენ ალბათ ამის უფლებას, მე და შენ დავსვდეთ და ერთად უყუროთ ამ კლიპს და მე გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე და უყურეთ ჩვენთან ერთად ამ კლიპს.